მოგესალმებით. კომერსანტის დილა აგრძელებს თქვენთვის მუშაობას და სულ მალე ჩვენ სტუმარი შემოგვიერთდება, რომელთან ერთადაც უნდა ვისაუბროთ ინფლაციის სტატისტიკაზე, რომელიც ახალგაზრდას გამოქვეყნდა ივნისის მონაცემები და ივნისში წლიურად ინფლაცია ამ მონაცემების მიხედვით 4%-მდე დაჩქარდა. ეს არის საშუალო მაჩვენებელი ფასების ზრდის ტემპის, თუმცა როგორც უკვე გითხარით, არის მთელი რიგი მიმართულებები და ჯგუფები, რომელშიც ფასები გაცილებით სწრაფი ტემპით გაიზარდა. მათ შორის უნდა გამოვყოთ იგივე სურსათის ჯგუფი, როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნე და სურსათის ჯგუფში ფასები არის 10%-იანი მატებით. საშუალო მაჩვენებელი აქაც ბუნებრივია. ნუ უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ მიმდინარე წელს ყოველთვიურად ფაქტობრივად ინფლაციას ერთგვარი დაჩქარების მახასიათებლები აქვს და ფასების ზრდის ტემპი უფრო და უფრო მეტად ჩქარდება ყოველთვიურად რა მონაცემებიც ჩვენ გვაქვს ყოველ შემთხვევაში. და ეს თემა უნდა გავშალოთ, საინტერესო იქნება რეალურად ერთის მხრივ გამომწვევი მიზეზები რა არის და მეორეს მხრივ რეალურად არის თუ არა უფრო მძიმე ის სტატისტიკა, რაც ჩვენ გვაქვს და რეალობას ასახავს თუ არა. საინტერესო იქნება ამ ყველაფრის ანალიზი. ნუ გარდა ამისა, შეგახსენებთ იმასაც, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ იგივე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა კვლავ 8%-ზე და სწორედ ეს არის ასე ვთქვათ მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი, რომ არის მოლოდინი ფასების ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარების და შესაბამისად კვლავ ესეთ ფულზე, ძვირ ფულზე შეინარჩუნა პოლიტიკა და კონცენტრაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. ნუ საინტერესო იქნება მოკლედ აი ამ თემის განხილვა. ერთი რამ ფაქტია, რომ ზოგადად ინფლაცია თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაწყებული, როდესაც მაღაზიაში შევდივართ, გაგრძელებული, როდესაც რაღაცა ტანსაცმელს ყიდულობთ, სურსაც ყიდულობთ, სხვა მომსახურებებს და სერვისებს ვიღებთ, თავსულის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთგვარი სამოხმარებლო კალათა, ჩვენი ყოველთვიური და ინფლაცია ნიშნავს იმას, რომ ამ სამოხმარებლო კალათის ფასი იზრდება. და ნუ ჩვენ წინა წლებში გვაქვს საკმაოდ ისეთი მძიმე გამოცდილებაც, როდესაც ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ახლა 4% ორნიშნა მაჩვენებელი კი იყო. მოკლედ ამ თემებს გავშლით ჩვენ სტუმართან ერთად სოსო ბერიკაშვილი შემოგვიერთდა ეკონომისტი. ბატონო სოსო, მოგესალმებით. მოგესალმებით, მშვიდობისა. გადაცემაში ჩართვისთვის და მოდი დავიწყოთ პირველ რიგში ტენდენციის შეფასება. თქვენ როგორ აფასებთ, მოსალოდნელი იყო თუ არა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად დაჩქარდებოდა? ნუ პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი სწორედ ამ 4%-მდე დაჩქარებასთან დაკავშირებით, სანამ უშუალო ჯგუფებს შევყვებოდით. მოსალოდნელი იყო ინფლაციის გაზრდა, ამ ფასების ტემპის გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე და ბენზინზე და სხვა საკითხებზე ფასები შემცირებულია, მაინც მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია გაიზრდებოდა და ჩვენ შემთხვევაში თავარი პრობლემა ინფლაციასთან დაკავშირებით ამ მონაცემებითაც და აქამდეც ყოველთვის ის იყო, რომ საერთო საშუალო ინფლაციასთან შედარებით მაღალი არის სასურსათო ინფლაცია, ასე ვთქვათ. ეგ პრობლემა იმიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ დაბალშემოსავლიანი ადგილად რო ვთქვათ და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ხარჯებში ძირითადი წილი უჭირავს სწორედ სურსათს. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის რეალური ინფლაცია 4% კი არ არის, არამედ ბევრად დიდი არის რა, 10% ან მეტი შეიძლება და ამიტომ არის პრობლემა ეს მონაცემები. მე გადავედი ინიციატივით პირდაპირ პასაკითხზე, მაგრამ ხო, ეგ არის თავარი პრობლემა ამ მონაცემებში რა. ამ ნაწილში შეგეკითხებით, მაშინ მეორე მხრივ შევხედოთ იგივე მაგალითად სოციალური შემწეობის მიღებთა რაოდენობა, ხო, ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომელიც ზრდის ტენდენციას აჩვენებს. შესაბამისად, სოციალური შემწეობის მიღებ ადამიანებში არის ადამიანები, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს. როდესაც ლოგიკა ესეთი ყოველ შემთხვევაში, რომ დაბალი შემოსავლის ადამიანში ძირითადი კონცენტრაცია ხდება სწორედ
სურსათის, იმიტომ რომ სხვა რაღაცაებზე უბრალოდ ადამიანს თავის შესაძლებლობები არ აქვს. აი, როგორ ფიქრობთ ბატონო სოსო, თუნდაც იგივე წილები რო ავიღოთ, წონები რო ავიღოთ, ხო ეხლა სურსათის წონა რა დონეზეც არის, ასე უნდა იყოს თუ გაცილებით მაღალიც, ანუ რას გულისხმობთ იცით რომ რეალურად ეს ხო საშუალო მაჩვენებელია მაინც და საშუალოდ აღებულია რომ ვიღაცა აი როგორც საშუალო ხელფასი დაახლოებით ისე არ არის რომ ვიღაცას მაღალი ხელფასი აქვს, ვიღაცას დაბალი და საშუალოდ ორივეს რაღაცა სოლიდური ხელფასი გამოსდის და აი აქაც ხო ესეა რომ ვიღაცა განსხვავებულად მოიხმარს სურსათს, წილობრივად ძალიან ცოტაა მისი და ვიღაც ღარიბი ადამიანია რომელიც უფრო მეტ სურსათს მოიხმარს წილობრივად. ხო დაახლოებით ეგრე არის, თუმცა რომ შევხედოთ ეხა მაინც მაღალი წილი აქვს სურსათს რა, აი ამ 10%-იანი ინფლაციაში უბრალოდ მახსოვს 3.3% სურსათს უჭირავს და ისედაც მაღალი წილია. უბრალოდ კიდევ უფრო მძიმედ და მტკივნეულად ჩანს ასე ვთქვათ ის ფაქტი რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრ ადამიანზე აი რაოდენობრივად უფრო მეტ ადამიანზე აისახება მძიმედ ან ხელფასის ანალოგიას რო გავყვეთ საშუალო ხელფასი კი არის ის რაც არის, მაგრამ რაოდენობრივად ბევრ ადამიანს აქვს ბევრად დაბალი ხელფასი და ცოტა ადამიანის მაღალი ხელფასი მერე ასე ვთქვათ აბალანსებს მაგას ან მათემატიკურად საშუალო სხვა გამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგრე არის რომ ბევრი ადამიანი რეალურად იჩაგრება და ხა ეროვნული ბანკის თარგეტირებული ინფლაცია კი არის 3% და თითქოს 4% კი არის მაღალი, ახლო არის 3-ზე აჩვენებელთან, მაგრამ თუ ჩაუყვებით პრობლემაა, რეალური პრობლემაა, იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობისთვის ეს რეალურად 4%-ზე ბევრად მაღალია და ეს ჩანს კიდეც ამ კვლევებში, გამოკითხვებში ყველგან ჩანს, რომ ფასები თავად პრობლემაა ქვეყნის საფრთხეების და გასაგები არის რატომ. კი ბატონო, და ამ ნაწილში რას ფიქრობთ ზუსტად ეროვნულ ბანკზეც მინდოდა გადავსულიყავით. ამ მიმდინარე წელს ფაქტობრივად რამდენი მონეტარული პოლიტიკის ხდომაც იყო თითოეულ ხდომაზე უცვლელად ტოვებს რეფინანსირების განაკვეთს. ხო, ჩვენ სულ რო აუხსნათ რეფინანსირების განაკვეთით ინფლაციაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ლავირებითაც შეუძლია მას. აი როგორ ფიქრობთ, როგორ აფასებთ უფრო სწორად იმ პოლიტიკას, რომ 8%-ზე ნარჩუნდება და არის თუ არა ეს თუნდაც სურსათის ჯგუფში ესეთი მაღალი ფასები, რაღაც სიგნალი მასთვის. აი როგორ აფასებთ მათ პოლიტიკას? ზოგადად ეროვნული ბანკი მოგეხსენებათ ეგრევე იყოს კონსერვატიული ინსტიტუტი, ანუ ესე გადაწყვეტილებას ეს სწრაფად არის და ჩვენ ეს რეფინანსირების განაკვეთი მაღალი გვაქვს, ანუ პროცენტები მაღალია საქართველოში. ხო და აქამდე ტენდენცია ჰქონდა, რომ ამცირებდნენ ამ საპროცენტო განაკვეთებს და ბოლო თვეების განმავლობაში აღარ ამცირებდნენ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ეულდება ფასების ზრდას. 4% არ უყურებს ეროვნული ბანკი ესე რეალიზებულად და 4% მისთვის არ არის მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის. თან ეს ამბავი ხარ რეფინანსირების განაკვეთის ეფექტი მეხსეული არ არის. მაშინვე არ აისახება ფასებზე. რამდენიმე თვე მაინც უნდა გავიდეს და ეროვნული ბანკი ამას უყურებს პერსპექტივაში, ხო? ანუ თუ შეიძლება თუ მოლოდინი გაჩნდება, რომ უფრო მაღალი შეიძლება იყოს ინფლაცია, გაზდიან აუცილებლად რეფინანსირების განაკვეთს, თუმცა ეს რეფინანსირების განაკვეთი გაზრდა რაღაცა მსხვერპლი არის, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მიმდინარე პერიოდში ეკონომიკის დასაჭერებს და ამ შემდეგ თან ეხლა ნიშნები კითხვის ნიშნები არის ბანკის ან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით პერიოდულად რო ვთქვათ შესაბამისად ეს განწყობა შეიძლება ვერც მიიღოს. თუმცა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მიიღონ მომავალში და გაზარდონ შეიძლება მცირედით, მაგრამ მაინც გაზარდონ ეს რეფინანსირების განაკვეთი. ბატონო, და ზოგადად ამ ყველაფერს როდესაც უყურებთ, აი ინფლაციის მაჩვენებლის სტატისტიკასაც რო გავყვეთ, ჩვენ სურსათის ჯგუფზე ძალიან აქტიურად საუბრობდით და სურსათის ჯგუფში სხვა თანაბარ პირობებში წლების განმავლობაში ყოველთვის მაღალია ხოლმე ფასების ზრდის ტემპი, რაც სამწუხაროდ შემდგომში აი მოსახლეობის უმეტესობაზე
ძალიან მძიმედ აისახება და თქვენ ახსენეთ ასევე კვლევები, რომლის მიხედვითაც ადამიანის მთავარი პრობლემა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ფასების ზრდა. აი ზოგადად მიზეზები და გამოსავალი, აი ამ ორ ამბავზეც რო ვისაუბროთ, ამდენი წელი, როდესაც ყოველთვის ესეთი მაღალი ტემპით გვაქვს გაძვირებული სურსათი და ინფლაცია სურსათზე. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და მეორე მხრივ ზოგადად გამოსავალი რა არის? შეიძლება ეს ვეძებოთ იგივე ეკონომიკურ ზრდაში თუ ეს კომპლექსურად რომ მიმოვიხილოთ ეს ნაწილიც. სურსათი სასურსათო ინფლაცია მარტო ჩვენთან არ არის უფრო მაღალი ვიდრე საშუალო ინფლაცია არის. სხვა ქვეყნებში მეტნაკლებად ეგრეა. უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში რა არის? ჩვენ შემთხვევაში რადგან როგორც ეკონომიკის დომინაციის სამწუხაროდ ღარიბი არის, ეს აისახება ძალიან მკვნეულად ამ მოსახლეობაზე, ხო? ჩვენ ბევრი რაღაცის გაკეთება არ შეგვიძლია ფასების სამართავად, იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებული ვართ იმპორტზე. შესაბამისად, ფასები იზრდება საქართველოში, მაშინ როცა იზრდება სხვაგან და ანუ იმპორტირებული ინფლაციის წილი დიდი გვაქვს. ეროვნულ ბანკს აქვს ეს ბერკეტი, მაგრამ ეს ბერკეტიც არ არის ყველაფერს ვერ უშველის, ვერც სასურსათო ნაწილში და ვერ ზოგადად, ხო? ამ რეფინანსირების განაკვეთის გაზი. ამიტომ არ არის გამოსავალი. თავარი ამბავი ის არის, რომ უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა უნდა გქონდეს და განვითარება, ვიდრე ფასები იზრდება. თავისთავად ინფლაცია კატასტროფა არ არის. როდესაც მაღალი შემოსავალი გაქვს და შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდება, ინფლაცია არ არის კატასტროფა. კონკრეტული ბოლო პერიოდში კონკრეტული ფაქტები მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა ინფლაციაზე, იმიტომ რომ კოვიდის მერე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ჩვენს და დანარჩენ მსოფლიოსაც და ამას ახლავს ხოლმე ეკონომიკის გამოგვიდებას ფასების ზრდაც პლუს ეს რუსების შემოსვლა, რამაც იგივე სურსათზე რესტორნებში და აცხოვრებელ ბინებში გაზარდა ფასი, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდა უცებ არსაიდან არ იყო ესე მოსალოდნელი და გაჩნდა. ამან იქონია თავის გავლენა ინფლაციაზე, ხო? მე კი გაჩერდა, მაგრამ იმდენად აღარ გაკლებულა ფასები. სხვა კონკრეტული ამბები არის, რაც გავლენას იქონიებს ხოლმე. სამწუხაროდ არ არის ბევრი საშუალება ამის წინააღმდეგ საბრძოლო. კი ბატონო, თავარი მაინც გამდიდრება არის ზოგადად, რაზეც თქვენ საუბრობდით მათ შორის. გამდიდრება მართლა. კი ბატონო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სოსო ბერიკაშვილი ეკონომისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. წარმატებულ დღეს გისურვებთ.